ფასიან სკოლებთან ხშირად შეამჩნევთ ხოლმე დიდ ჯიპებში ჩამჯდარ დედებს, რომლებსაც საერთოდ არ ადარდებთ, რომ გზას კეტავენ და რომ მივლენ მერე უგნებიან, რომ გამოდი, მოვედი და მაუყან საცობი დედი. ანუ ეს არაფერი თავისთვის არა უჩის გადაიხდიან მაგ ჯარიმას. ეს კარგი არაფერი. ყველაზე გულის ამრევი რამე, რაც კი შეიძლება რომ მაგ მიმართულებით ნახოთ, ეს არის დილის, აი სამსახურში წასვლის დრო რო არის, წყნეთიდან რო ჩამოდიან, მან ხაი ყველაზე ბევრი ანუ წყნეთში მოამრავი მეგობარი მყავს, წყნეთზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ ხდება ეგრე, რომ ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს იქ აგარაკებზე და ნუ იქიდან დილაობით ცოლები აი ამ დიდი მანქანებით რო ჩამოდიან და ანტრესთან რო აჩერებენ, რომ უცბად ყავა აიღონ, უცბად არის 15 წუთი, ჩახტნენ და გააგზავნონ იქვე სადღაც ფალიაშვილზე, მივიდნენ თავის სამსახურში, სადაც ანუ მართლა არ ელოდებიან. მაკალს მუშაობა დააწყებინეს, იმიტომ რომ სახლში იჯდა და უკვე დაიწყო რაღაც სიგიჟეების მოფიქრება. ქმარს უკვე ტვინი წააუღო, გაგიჟდა და ამ ქმარმაც დაიღო ტელეფონი და უგურა. მობას გაფიცებთ რა, ჩემი ცოლი ძალიან ტრის ატყანავს და სადმე დავაწყებინოთ რა მუშაობა რა და ამ გურავმაც ჯიგარო შენ შემოგერეთ ატყას მარკეტინგში მიაგდებენ რაღაც ივენტ ჯუნიორ მენეჯერად და ესეც არ აგვიანებს, ესეც ყოველ დღე ჯდება, ქოქავს ამ ლენდ კრუიზერს, მიდის ამ სამსახურში, სადაც ნუ აი მაქსიმუმ როგორ იდეა მოუვა, იცი? აუ მოდი ფარდები წოვანე იყოს. და ყველა მიცის რომ უფროსის დანიშნული ყოჩახ. მაგარი წოვანე. შო ძმაო რაღა გუჭირს წოვანე იყოს. აი მე ჩემ თუ არ გჯერათ, მიდით 10-ის ნახევარზე წყნეთიდან რო ჩამოდიხარ, ანტრე რო არის კუთხეში და უბრალოდ დააკვირდით რა ხდება.